ვაზიანის მცირე საწარმო იმედში წარმოებული ფეხსაცმლები აფხაზეთის ომის ვეტერანებს საჩუქრად გადაეცათ. სამკერვალო საწარმო გასული წლის აგვისტოში გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში გაიხსნა, სადაც 20-მდე დევნილი დასაქმდა. პროექტი თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო თიკას მიერ აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. თურქულმა სააგენტომ აღნიშნული სამკერვალოსგან 350 წყვილი ფეხსაცმელი შეისყიდა, რომელიც აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანთა საქმეების აფხაზეთის სამმართველოს ორგანიზებით პირველი ჯგუფის ინვალიდებსა და სოციალურად დაუცველ ომის ვეტერანებს დაურიგდათ. 2015 yılının Ağustos ayında თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა საქართველოში და ეს ერთ-ერთი იმათგანია. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ სამკერვალო საწარმოს კიდევ უფრო განვითარების მიზნით ფინანსურად დავხმარებოდით და ამიტომაც შევისყიდეთ მის მიერ წარმოებული პროდუქცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროექტი აფხაზეთის მთავრობასთან კოორდინაციით ხორციელდება. საქართველოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მომავალშიც ვგეგმავთ მსგავსი პროგრამების განხორციელებას ჯანდაცვისა და კულტურის სფეროში, რათა დავეხმაროთ ქართულ მხარეს არსებული პრობლემების დაძლევაში. აფხაზეთის მთავრობასა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ამის ფარგლებში კიდევ ერთი კარგი ღონისძიება ტარდება. ეს ფეხსაცმელები გადაეცემა ვეტერანებს და ჩვენი სამსახური აფხაზეთის სამმართველოსთან მთავრობასთან ერთად იზრუნებს იმაზე, რომ შეჭირებულ ოჯახებს გადაეცეს ეს ფეხსაცმელები. იგეგმება კიდევ დაახლოებით 350 წყვილის შეკერვა, sagazapxolo და საშემოდგომო ფეხსაცმელების და ასევე სპორტული ფეხსაცმელების და მოხდება აფხაზეთის მთავრობაზე გადაცემა და შემდგომ უკვე აფხაზეთის მთავრობა ვისთვისაც ჩათვლის საჭიროდ როგორც გადაწყვეტენ, იმის მიხედვით მოხდება გადაცემა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ საწარმომ მოახერხა უკვე გადასვლა უფრო კარგ ხარისხზე, რაც უპირველეს ყოვლისა მთავარი არის. აქ ასევე არის სამკერვალო ფაბრიკა. ვიღებთ ახლა მონაწილეობას ტენდერებშიც და შემდგომისთვის ვფიქრობთ, რომ თეთრეულების და ფარდების შეკერვა იქნება ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდილი. ვაზიანში გამართულ ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვით და განსახლების სამინისტროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აი, საქმეს აკეთებს ჩვენი თურქი მეგობარი, დევნილები რო არიან დასაქმებულები აქ და დევნილების გარდა კიდევ სხვებიც რო დავასაქმოთ ჩვენი რაიონია, გარდაბნის რაიონია და კარგი იქნება. დიდი მადლობა მინდა რომ გადაუხადო. მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვა. ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეული ადამიანის დასაქმება ჩვენთვის და განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებული პირებისათვის. ჩვენ გვაქვს ახალად რეაბილიტირებული რამდენიმე კორპუსი და მიმდინარე წელს შევასახლებთ დევნილებს და ბუნებრივია მათ გარდაჭერისა თუ ექნება შესაძლებლობა რომ დასაქმენ, ეს არის რა თქმა უნდა იდეალური სიტუაცია და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ყველა რეგიონში, ყველა რაიონში სწორედ ეს შესაძლებლობები შევექმნათ დევნილებს. შეიქმნა 20 სამუშაო ადგილი, კიდე არის გეგმები აქა, პურსაცხობზეა ლაპარაკი. მე მგონი პატარა საფეხბურთო მოედანის გაჩნდება უკვე ძალიან მალე ამ მოსახლეობისთვის. ერთ სიტყვით, მადლობა თურქეთს, აი ამ ფირმას, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს.